წერს თუ არა ეს თემა განვიხილოთ, მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. ამ თემას განვიხილავ მათთვის, ვინც დროებით პაუზაში ხართ. ისინი, ვინც უკვე წლებია მოლოდინის რეჟიმში ხართ, თქვენ არ შეგეხებათ და ვიმედოვნებ, რომ ასეთები ბევრი არ ხართ. ცოტა შევეხოთ მას, როგორ ენერგიებშია. ეს ადამიანი უნდა აღიქვათ როგორც რვაფეხა. მტერს და ავს თუ ვინმე მოაქცია თავის მახეში. თავდაჯერებული, ძალაუფლების მოყვარე, დიდი წარმოდგენით საკუთარ თავზე, თავს ისე გრძნობს, თითქოს სამყაროს მბრძანებელია. ყველა და ყველაფერს შეისრუტავს უფლება რომ ჰქონდეს. პრიორიტეტი, რაც ახლა მის ცხოვრებაში მთავარია, ეს ფულია. მისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ფუფუნების საგნები, აქსესუარები, მანქანები, კარგი ჩაცმა და დახურვა. მისი ამბიციების ძალიან პატარა ნაგლეჯია სიაში. რომლის მიღებაც სურს. მოგწერთ თუ არა? მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ჭადრაკს გეთამაშებათ. ჭადრაკს კი სწორი გათვლები სჭირდება, სტრატეგია, ტაქტიკა, რაც ნამდვილად არ უჭირს მას. მე ვიტყოდი, რომ დრო ამ მზისგან დამცავი კრემი წაისვათ, მისი ამ თამაშებით რომ არ დაიწვათ. ჯერ ხელის გულზე დაგსვავთ, ყურადღებას მოგაქცევთ, მერე ძალიან მოულოდნელად იმ ყველაფერს წაგართმევთ, აუხსნელად. თუ ერთი კვირა მაგალითად 24 შვიძებს წერთ, მერე უცებ ონლაინ იქნება, მაგრამ არ მოგწერთ. რითაც უამრავ კითხვას დაგიტოვებთ. გაურკვევლობა კი ყველაზე ძლიერი მეთოდია, დამოკიდებული გახდეთ მასზე. ეს იცით როგორ არის? ნარკოტიკული თრობასავით არის, ყველა მიცის რომ საზიანოა, მაგრამ მაინც აინტერესებთ. თქვენ გაქვთ უფლება იარსებოთ, ოღონდ მის შემდეგ. დემონსტრირებას მის ძლიერ ხასიათს, რომ არავის დაიჯენს თავზე და როცა უნდა, მაშინ მოგწერთ, როცა უნდა, არ მოგწერთ. ახლა კი ექსპერიმენტებს ატარებს, რას გააკეთებთ თქვენ მისთვის. თუ კი არაფერს, იმ რვაფეხა ფეხებს მაინც შემოგახვევთ და მოგწერთ. ისე თითქოს აქ არაფერი არ მომხდარა. ჩვეულებრივ დაიჭერს თავს. და ესეც მისი სვლა იქნება ჭადრაკის დაფაზე, სადაც თქვენ ეტლი ხართ, ის კი მეფე. ძალიან ჭკვიანი და მეთოდურია ეს ადამიანი. პირადი კითხვები მომწერეთ WhatsApp-ზე 557 1673 53 ოღონდ ნუ მირეკავთ.